არ მჯერა რომ ეს დღე დადგა და ჩემი სახლის გალესვა დავიწყეთ. გასარესად ვიმზადებოდით ალბათ 2 თვე. ყველა კედლის ჩასვა მოგვიწია ბადეში, რაღაცების ჩამორეცხვა და მოკლედ უამრავი მასალის ჩამოტანა აქ, ცეპერი ჩამოვიტანეთ ძალიან ბევრი და დღეს მოვიტანეთ აპარატი, რითიც ახლა ბიჭები გვეხმარებიან და დავიწყეთ ლესვა. ბევრმა ჩემმა ახლობელმა დანაცრობა მკითხა რომ ლინა რატო არ ლესავ ჩვეულებრივ, ლინა რატო არ ლესავ ჩვეულებრივ. მაგრამ დაახლოებით რომ გამოვთვალე ჩვეულებრივ რო გამელესა გალესვას და პულს გაშრობას დაჭირდებოდა დაახლოებით 1 თვე ან მეტი. თან ძალიან დიდი სახლია, ძალიან სქლად გვიწევს გალესვა და მოკლედ დროში ძალიან გაიწელებოდა რა. და ეხლა რითიც ვლესაო, ეს არის ცეპერი, არის ცემენტის ბაზაზე დამზადებული, გიპერისგან მაგით განსხვავდება. დროშიც ვიგებ, დაახლოებით იგივე მიჯდება ეს ყველაფერი და თან ჩემი სახლი რო ვიყიდე და ნახევარი კედლები ჩამორეცხილი რო იყო ნესტის გამო, ცეპერი ნესტგამძლე არის და თურმე მარტო აბაზანისთვის და გარე ფასადისთვის არ გამოიყენება და შიდა ფასადით შეგიძლია რომ მაგით დაფარო და რავი დავიწყეთ ახლა და ვნახოთ როგორ გაგრძელდება სხვათა შორის ამ ოთახის რამდენიმე კედელი ჩემი და საშას გალესილი არის. თან ანუ აპარატით ესე დადგები. მოდი განახებ აპარატს. ჩემი სახლის დღევანდელი სტუმარი არის ეს უზარმაზარი აპარატი, რომელიც აქვს კომპანია Sandoz და ყველა ადამიანს აქვს მგონი ვინც აპარატით ლესავს. ძალიან მარტივად ჩამოიტანეს ჩემს სახლში და ასევე Sandoz ჩამოიტანა თავისი ცეპერი, რომელიც უამრავი არის და ამის ჩამოტანას არ ვიცი რამდენი ხანი ველოდებოდი, მაგრამ უბედნიერესი ვარ რომ ეს მაქვს. ჩემს სახლს გავლესავთ ამით. მეგონა რომ ლესვა იქნება და ყველაზე დიდი ტვინის ჭამა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ყველაზე მარტივი რაღაც აღმოჩნდა. ანუ ხელსნობა დაიწყეს იმ კედლის, იმ ოთახის გალესვა და მე და საშა ისე მოგვეწონა მაგის ყურება, რომ ვიფიქრეთ, რომ ჩვენ შევძლებდით და მე გამოვართვით ეს რაღაცა შლანგის რაღაცა გამოვართვით და ის ოთახი ჩემი გალესილია რა. ჯერობით ერთი ფენა არის და ამიკო ამბობს რომ წამომიკოსთან. როგორც წეგან ყური მოუკარით, თქვენ ამბობთ, რომ დღეს მთლიან სახლს ერთ ფენაში დავფარავთ. ანუ შესაძლოა 2-იც, იმიტომ რომ სქელი კედლებია, ეს სქელი კედლები ჯერ თუ არ გავასწორეთ, ანუ დავბრიზგავთ ფაქტობრივად ჩვენ და სისქებს ვავსებთ. თუ არ გავასწორეთ, გართულდება დამაიაკება და გართულდება ლესვა. აპარატით რო არ დამეწყო ამ სახლის გალესვა, მომიწევდა მასალების მოტანა, ესე დაყრა, ვულკანის ფორმის რაღაცნაირად რო ყრიან, შუაში წყლის ჩასმა, მე ამის მოძველა იდეალურამდე. მე ამის კედელზე ხელით მინარცხება, გასწორება, მე 100 წელი უნდა ელოდა როდის გაშრება, მე მეორე ფენა გადაუსვა. ეხლა კიდე უბრალოდ მივდივართ მე და საშა აპარატთან, უყრით ამ ფხვილს აპარატში და აგე თავისით მოდის უკვე გაძავებული და კი ლესება და მაგარია რა.